ესე შეგიძლიათ ბატონო გაგეთ. ბატონო. გაგეთ? მადლობთ. გავაგრძელოთ? ხომ ქართველია ეს პრეზიდენტი, მაგრამ მე უფრო ქართველი მინდა. ჩვენ სიტყვებს რომ არ ამახინჯებდეს უცხოენოვან ჯამბაზივითა. ხომ ლამაზია ჩემი ცოლი, მაგრამ მე კიდე უფრო ლამაზი მინდა. ხედავ რა, ხედავ როგორ იცმავს. ბატონო. მოღალატეც თუ გსურს გახდე. უნდა იშრომო ძალიან, უნდა გაყიდო სამშობლო ჭაობ მთიან და ბარიან. ერი მშიერი დატოვო, მოხუც კაციან ქალიან, ამდენ სულ წაწკბედილში რომ შეგამჩნიოს პუტინმა მარტივი საქმე არ არის. ამას ჭირდება რუტინა. ეს პატრა საქმე არ არის. მაგარი ფრაზა ის. რუტინა. რუტინა ჭირდება. მაგრამ ამას ჭირდება რუტინა. რუტინა. კარგად მოისმინოს. ძალიან მომწონს, ძალიან. კი ბატონო. ყორღანებიდან გნოლი აფრინდა, მაგრამ მე უფრო ბეღურა მინდა. არწივი ვნახე დაჭრილი, მაგრამ ეს ყავ ყორანი გამოდგა გინდა. ენა მამული სარწმუნოება რაღაც კიდია მე მგონი წმინდა. ტანო, ტატანო, გულწარტანო და მომკლავი და გამომკლავი და. ხომ ლამაზია ჩემი ცოლი, მაგრამ მე კიდე უფრო ლამაზი მინდა. მე მგონი ეს ვარიანტი კარგი. რა რითმა იყო ბოლოში ვერა? რაღაცა აზელი და გამკლავი და გამკლავი და გაგიკლავი და გამომკლავი და იმაგრძელოთ ბატონო, ეს ლექსი ეძღვნება მე მინდა მიუძღვნა უმრავლესობას მიუძღვენი ეს ლექსი. უმრავლესობას? სამთავრობო უმრავლესობას. დიახ. კი ბატონო. თავიდან რომ ავირჩიეთ, ხალხს გვეგონა გაგვიმართლა. რომ დიდებულ პიროვნებებს ჩავაბარეთ ქვეყნის მართვა, ცოლს დაყვება მასერატი. ოთახის ძაღლს ცალკე დაცვა. მარტო ცოლი ხომ არ არის საყვარესაც უნდა ჩაცმა. იქეთ ცოლიც ნათესავი, ტენდერებში აიხლართა, წავკიში და წყნეთში ვილა, იქ აუზის ინებართა. იქეთ მისაღებ ოთახში ოქროს სტენკა აღიმართა, ცალი კალოშით მოსული კაცი წელში გაიმართა. რაც ვერ ჭამეს ტანზე ისვეს. გადაიჯვეს თავზე მართლა. მართალი და 100% არის. კაი იყო ეს. მელანქოლიური ლექსი. კაი. ამ თავრობაზე ვგიჟდები. ჩემი სიცოცხლის ხეა. ოქტომბერი ხომ საერთოდ ბიძინაობის თვეა. ოცნება საქართველოსთვის ამომავალი მზეა. რა იყო არ მეთანხმები? ვაიმე რა გავაკეთო. არ მომდები